მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დღეს გავიგებთ თუ როგორი ემოციები ცხოვრობენ ჩვენს გულში. ყველას თავისი ხმა და ფერი აქვს. მოდი ერთად ვისწავლოთ მათი მოსმენა. როცა ვბრასდებით, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ჩვენს გულში ვულკანი აფეთქდა. შეიძლება გვინდოდეს ვიყვიროთ, ფეხები ვაბაგუნოთ ან რაიმე გავაფუჭოთ. თუ გაფრესებული ხარ, აუცილებლად უთხარი დედიკოს და მამიკოს, ერთად დახატეთ და ბრაზიც მალე გაქრება. სიხარული ყველაზე თბილი და ფერადი ემოციაა. შენი გული ამ დროს მცესავით ანათებს და გინდა რომ ყველას ჩაეხუტო და მოესიყვარულო. შენს მოცელში შეიძლება პეპლების დაფრინავდნენ, ახლა კი მითხარი, რა გახარებ შენ ყველაზე მეტად? სიამაყის გრძნობა მოდის მაშინ, როდესაც ბედნიერი ხარ საკუთარი შესაძლებლობებით და მიღწევებით. სიამაყე გეხმარება თავი იგრძნო ყოველთვის განსაკუთრებულად. დარწმუნებული ვარ, შენი დედიკო და მამიკო შენით ძალიან ამაყობენ. სიყვარული ერთმანეთს შეიძლება ვაჩუქოთ სიტყვით, ღიმილით ან ჩახუტებით. მოდით ყველას გულში გავანაცოთ პატარა მზეები სიყვარულით. ჩაეხუტე შენს დედიკოს და მამიკოს და უთხარი, რომ ძალიან გიყვარს. შიში არის ემოცია, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ყურადღებით და ფრთხილად ვიყოთ. ამ დროს ჩვენი გული სწრაფად ცემს. ალბათ თქვენთვის ნაცნობია ბნელი ოთახი, ოგნის ქვეშ პატარა მონსტრები, მაგრამ მომჯერა რომ თქვენ ამ შიშს მალე გადალახავთ. სევდა გვასწავლის, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ამ დროს გვინდა რომ ჩავახუტოთ საყვარელ სათამაშოს, ან უბრალოდ დავხატოთ. შეგიძლია ზოგჯერ იტირო კიდეც. არასდროს შეგეშინდეს გამოხატო შენი ემოცია. ყველა ემოცია საჭიროა, ისინი ჩვენი პატარა მეგობრები არიან. მოდით ვასწავლოთ გულებს, რომ ყველა გრძნობა ჩვენი მეგობარია. შეიყვარეთ, იცინეთ და გაალამაზეთ თქვენი დღე. სიყვარულით მინიმო.